ჩამოვედით ქედანზე, მეგობრები. არაფერი ჯერჯერობით არ აჩვენ. კი მიხვდებით რაც არის. აქ სერია რომ ფრთხილად ვიდეო კამერა გიღებს. კი ბატონო, ჩვენც გიღებთ. გათანამედროვდა ცხოვრება. პალი მოდი აქ. აი ადგილების უკაცრიელი იყო რა შუქის დანახვა შორს რო შუქს ხედავდი. რაცა აქ იხოზე ჩამოდიოდი ხოლმე. სადღაც შორს რო შუქს ხედავდი რაღაც გულში იმედის ის იღურებოდა რომ სადღაც ცივილიზაცია იყო. აი ახლა კიდე სულ შეწყიდული ეს ტერიტორიები, მაგას ვიძახი ხოლმე რა. ნაკლები უკვე. აი ერთი კედანი დავინახე. კით მიდის. მოდახე რა პირველში უსხიეთ. ეს სულ შპალზე არის გაშენებული. სულ ატამი, ხილი. აი ესეთი ნაწილები და ისინი უკვე ძალიან ნაკლებად. იმიტომ ამბობ არა მარტო შიდა ქართლში თითქმის ყველგან შემცირდა სანადირო სავარგულები განსაკუთრებით წყლის საბუდარი ადგილები. აი გარი ზუსტად კიდე მანუკი, კიდე ბრაკონიერობა. ხოდა აი მე მიხვდებით მომავალ თაობას სანადირო რო აღარ ექნება და აღარ თქვენ არაფერი გეკნებათ. ამიტომ არის მოსაფრთხილებელი და გასამრავლებელი ყველაფერი. ღორობაზე რო ვართ გადასული ხოლ აღარაფერი გეკნება რა. როგორი ვაშლი უსხიეთ. რავი გაფუჭდა შიდა ქართლში. რავი მე ჩვენ გაგვიფუჭდა მარტო თუ ახლა ჩაწოლილია. აი ცოტა აი შერჩა აი ეს ტერიტორია მეგონი ქედანი. აი ეს ტერიტორია შერჩა ცოტა აი სამწყერი. მომავალ წლებში ისიც აფიქსებული იქნება და აი ესეთი შპალზე გაშენებული ამბადეებით გაჭიმული. წლით უკვე მშვიდდება სამწყერი ადგილები. ჩაკეტილი დამჩენი ცველზე. მოდი. Olha.
Puh. Really go up. Oita Poli. ლევანდელი დიდია, ძალიან დიდია. სულ დაჯგუფებით მოხდა. ეხლა ვინმე მარს თქოს, ეხლა სიმიჩი დადიხარო. აი ეგ არის ხშირი ის, ესეთი მასშევშე. აი ეგ აქა მეწილი სიმინდი ბალახი არის. დაბლა არაფერი ერთესი. ანუ არაფერს ვავნებთ და ვანადგურებთ. ნახე პოლი. კიდე ერთი იყო. ნახე. ნახე ბუბი, ნახე. ნახე აბა კიდე. კიდე იყო. ამდენი ხანია დავდივართ ორი მწყერი. და ერთი ღალღა დავკარგეთ. გაგვიპარა. წამ პოლი. აი იქ იყო კიდე. აი ეს ახლა სანევსებზე ვილაპარაკობთ ხოლმე რომ აქედან გაზი გამოდის და სანევსებს საფუჭებს. ნუ აი ეგ სტიკერივით დავაკარი, რაც დაიცავს. ახლა იმაზე დამოვიწყდა. რაც დაიცავს უფრო ძველ ვაზნებს უნდა. მაინც გაზის გამოსვლისგან სანევსს. ხმარობ კან პლასმას მეწილად ლატუნს მომაპაპურს. დენტი აღარ მქონდა. ნუ ვიცით რომელმა მაღაზიამ შემოიტანა და აღარ მივედი საგიბრად მე გორში ქონდათ თბილისში 35 ლარი ღირდა D20 გორში 40 ლარი გვიან მივედი და ნახე პოლი გორშიც აღარ ქონდა და ხოდა კაკრას ჩარჩი ვლაპარაკობდით ჩვენ მონადირეების ადმინებისაც ავმართავთ რომ დენტზე და ლევან გავაშეიშვილმა ჩვენ მონადირეების ერთ-ერთმა ადმინმა ასეთი რაღაც გააკეთა როგორც ბიპერზე მისმა მეგობარმა და ჩემ ახლო ნაცნობმა ირაკლი გაბისონიან ბიპერი რო გამომიგზანეს მისულა უყიდია თავისთვისაც ჩემთვისაც 200 გრამი დატოვა მუზარათში და დამირეკა ზაზაო ეხლა არ დაიწყო ესე ისეო აგეო შენ ნუ არ ვიცი კი შემრცხო მაგრამ ლევანს უღრმესი მადლობა რა ენაბული გააკეთე თუ რა ნახე
წინ დავინახე ეგ ჩაში. ხოდა კიდე ერთა ადამიანს კიდე დიდი მადლობა ზუსტად მაგ მაღაზიაში ვიყავი. გორში ეგრეთ წოდებული ენგურას მაღაზიაში. ხოდა რა ვთქვი დენცეთკო ნუ ბიჭი იყო ჩამოსული საფანს ყიდულობდა რა ეხლა მოდივარ კახეთიდან ქარელის რომელიღაც რაიონიდან იყო დათუ ერქვა გვარი მიკი მითხრა დამოვიწყდა რა და მეგობრობას გამოგიგზავნიო და კი ადვილად უნდა ვეპოვე სამწუხაროდ გვარი დამოვიწყდა და იქნებ შენი YouTube არხს უყურებო და პოლი აქეთ გამო YouTube პოლი მან დარჩევალთ არა ეთყობიქით შევიდა ახლა ესე დიდ სიმენში არ შევალთ აი ესეთ რასაც არ დავაზიანებთ არ გავაფუჭებთ აქა-იქ მოულელი ის არის და სიმი და ბალახი ეთყობიქი მოდი პოლი მოდი ეთყობიქით შევიდა ის და ლაპარაკობდით ეხლა მოდივარ კახეთიდან თბილისშიც გამოვიარე ნუ კახეთში ცოლი მყავა კახელიო კახეთში ვიყიდე დენთიო რაღაც ვაზნებიო ამას გეუბნებით სეზონამდე ხო და ამ დენთზე იმაზე ლაპარაკობდით და საფანტი წესიერი ვერ უშოვე სადუკი უთხარი მეთქი მუზარაჩი გამოგიარა მეთქი აუ არ ვიცოდი და ამასობაში ერთი წამიო რა რაღაც მინდა რაღაცაზე შეგახედო თუ გაჩვენოთ წავიდა მალე მოვიდა რა აქვე მიყენიო მანქანა და მომიტანა 100 გრამი ნობელ სპორტის კახეთში რო იყიდებოდა ის დენტი არ ვიღებდი თავი გაიკლა კარგი თუ რა ჩემგან საჩუქრათო დიდი არაფერი მოკლედ ლევონსაც და დათოსაც იმედია ახლა უყურებს ამ ვიდეოს უყურებ ხოლმე შენ ვიდეოსა და დათო ავიც მე რანაირად მომეძებნე და იქნებ გამომიგზავნო მეგობრობა რომ მინდა რომ დავახლოვდეთ და იქნებ რა მე შეგცე პატივი მეც მიცდა და პოლი მოიტა ბუბი აუ ეხლა კამერა არ მქონდა ჩართული გავჩერდი უცებ და ფეხის ქუსლებიდან წამოვიდა რა იქით ვიყურებოდი კედლებს ვაყურებდი და ისე რომ კარგა შორიდან რა წამში მოვაწარი დაჭერა აი ესეც 20 კალიბრი ო კაი მწყერი
მოიტა სუფთა ჩამოღებული ამის ზაღლის ხარის წავიდა კიდე კაი ბუბი რამე შენ მოგარტყი ვა რა მაგარი ჩაბელტილი მწყერი არის ვა რა მძიმეა და კაჩოსკებო აი მიტოვა სექტემბერში მოგვიანებით იმიტომ მეყვარს ადირო ესე იგი ძაღლის მიმართულებით წავიდა რა მეთქი არ მოვარტყა და აი მომენტი დავიჭირე რომ ძაღლიდან რესკად გვერდზე გააკეთა გაწევა და მაგდროს მოყოლს არის სრულად თორე არც ვაპირებდი სრულად მეთქი ძაღლს არ მოვარტყა შვენიერი იარაღია რა არ ვიცი 20 კალიბრს რას უწუნებთ? არ ვიცი. ამას მე ხელიდან არ გავაგდებ. აბა როგორ მწყერზე იდეალურად მუშაობს. და შემდეგ ქათამზე, ეხლა ქედანზე ვწდი. რავი, თუ მომეწევა იმის საშუალება იხვზე როგორ იქნება, რანაირად იქნება. იმიტომ რომ იხვზე ეხლა ერთი ახლო ნაცნობია იმის თოფი და როგორც ვამბობ ხოლმე იმის თოფი დავდიოდი ხოლმე ნუ ერთად რა თქმა უნდა ადრე აი გორში რო 2008 წლის უკან გორში კაი პერიოდები რო შემოდიოდა ეგრეთ წოდებული ვაინიგარადოკის მიმდებარედ ნუ იმის მერე გაუქმდა ეგ ნაწილი და განათება იყო რუსული მწყერი რო შემოდიოდა ესე იგი სამსახურში დილითაც ვასწრებდი ხოლმე მანამ სამსახურში წავიდოდი და ან სამსახურის მერე იმდენი იყო ხოლმე რომ პერიოდი მაინც დარჩენილი იყო სამსახურიდან რომ მოვიდოდი ბიჭები გავიდით ხოლმე რა მაშინ ქალაქისკენ ვიყავი უფრო მართლა რა ვიცი იჟ 58 20 კალიბრი რა და ეხლა უფრო მწყერზე მინადირია იმით და ერთი ორჯერ ქათამზე რა იხვზე 20 კალიბრით არა ვარ ნადირები არც ქედანზე ნუ ეხლა ეს უკვე თანამედროვეა ჩოკებით არის 76-იანი საუაზნით სხვა დამუშავება სხვა გაბურღულობა მოიტა პოლი მოიტა ბუბი მოიტა ჰა სადღამი გახ მოიტა თა ორი და დაგდებული ვაზნაც ვიპოვე აი ახლა ენწუჩი
აქედნემა გადაიარეს შორს. რა ვიცი, ერთიც დავინახე აქეთ არ ეშვები. ცოტა ეს არის სამწყერი ადგილები, როგორც თქვი, ამასაც მალე შემოღობა. მოკლედ აი რაც გამოდიო უკვე 12 კალიბრისკენ მიხედვა აღარ მინდა ისე კარგავ ვესვრი, ისე კომფორტულად ვესვრი, თან რანაირი დისკომფორტს ვერ აღგზნობ. ძალიან კომფორტული არის ეს 20 კალიბრი. ვიცი, ზოგადად ლაპარაკობდით 20 კალიბრით მოვტყმა მოხვედრა ზოგი 12 კალიბრს რო უყურებ ხოლმე აბოიმებს ნახევრად ავტომატებიდან 5-6 სახლიან და ვერ ახავთ მწყერი. რა ვიცი, აი რაც ვნადირობ მე ძალიან მომწონს ეს კალიბრი და თვითონ იარ არის. პირველ რიგში თორე მარტო კალიბრზეა. პოლი მოდი.